თუ ხართ ცოტა ამის გათვალისწინებით უნდა გამოხატოთ პროტესტი. მცირე რიცხოვანმა შეკრებამ, რომ სხვა მოქალაქეების უფლებები არ შელახოს ამისთვის კანონში ცვლილებები შედის. სამანქანო გზის გარდა ახლა უკვე ქვეითთა სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეთვაც დაუშვებელი იქნება თუ ამას აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ კანონი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში დარჩა და მოქალაქეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გამოხატვის თავისუფლება არ შეეზღუდებათ. თუ ხართ ბევრი, შეგიძლიათ ქუჩების გადაკეთოთ, გამზირების და ყველაფერიც, მაგრამ ვერ იძალადებს 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანს, ხო? მარტივად არის საქმე. ყველა კანონი, რომელიც იქნა მიღებული და რომელიც არის დაინიცირებული საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება ამ ლოგიკას, რომ 50 კაცმა არ შეიძლება იძალადოს, ან 150 კაცმა არ შეიძლება იძალადოს 4 მილიონ ადამიანს. ცვლილებები პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე განიხილა და მხარიც დაუჭირა. ახალი წესის მიხედვით სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ გაფრთხილება იმ შემთხვევაში თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იგეგმება. კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობა 15 და 20 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას, განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. Გარეგულებულია ახლა გზისავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეთვა, ასევე ადამიანების სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირების საკითხიც იქნება დარეგულირებული, ისე რომ ერთი მხრივ ბალანსი იყოს უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლებასა და მეორე მხრივ სხვათა უფლებების შორის ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ გარედან დაფინანსებული ან დაორგანიზებული პირები, რამდენიმე ათეული თუ ასეული არ არიან. ადამიანები არიან ის პირები, რომლებიც აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ ჩვენს ქალაქშიც და აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანაშიც და მათაც ოპოზიცია ცვლილებებს იწუნებს და მას რეპრესიების ახალ ტალღად მიიჩნევს. ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ასე პროტესტის ჩახშობას ცდილობს. ამ ბრალდებებს ადგილზევე უპასუხა ცვლილებების ინიციატორმა. უდაბნოში ხარ ვაპირებ გამართვას, უნდა გავმართო რომელიღაც ადმინისტრაციულ ორგანოსთან. აუცილებლად გამოიწვევს ეს რაღაც შეფერხებას. სად ჩანს სახელმწიფოს მიმღებლობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში? წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში კონკრეტული ადამიანები იკრიბებიან იმისათვის მხოლოდ და მხოლოდ რომ სხვა ეს უფლებები შელახონ, აქ თურმე თმენის ვალდებულება აქვს ვინმეს არ ქონდა, არ აქვს და არც მომავალში არ ექნება. თქვენ გინდათ რომ მოქალაქეებს შეუზღუდოთ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. ამ ადამიანებს ავალდებულობთ რომ წინასწარ შეგატყობინონ, მაშინ როდესაც შესაძლოა რომ მათი პროტესტი იყოს მომენტალურად გამოწვეული. სპონტანურ შეკრებას და მანიფესტაციას არ სჭირდება წინასწარი შეთანხმება, წინასწარი გაფრთხილება არავის. ნერდანერად გატეხეს ეს პროტესტი და ეხა ახალი კანონი მიიღეს, რომელსაც უკვე ტროტუარზე დგომა იგზალებათ, ანუ შეკრება იგზალებათ, საბჭოთა სტანდარტია. სოუსი ამ ყველაფრის არის რაღაცა პროტესტის ჩახშობის მცდელობა. ხო, გარდა ახსნა არ აქვს სხვა იმისა, რომ პანიკური შიში აქვთ საპროტესტო მოძრაობის. კანონმდებლობაში დამატებითი ცვლილებების საჭიროებას მმართველი გუნდი იმ პროცედურული ხრიკებით ხსნის, რომელსაც მცირე რიცხოვანმა საპროტესტო ჯგუფმა მიმართა. განმარტავენ, რომ პროტესტის გამოხატვისას სხვისი უფლებები არ უნდა შეილახოს, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. რატო უნდა გადაკეთოს 50 ადამიანმა ქუჩა, შევთანხმდით, რომ არ უნდა გადაკეთოს. მაგრამ არ ემორჩილებოდნენ, იყენებდნენ რა გარკვეულ რაღაც პროცედურულ ხრიკებს. პარლამენტმა შესაბამისად უპასუხა ამ მცდელობებს, რომ ბოროტად გამოიყენებინათ პროცედურული საკითხები. 1,5 მილიონი ქალაქი არის ყველასი და მათ შორის ფეხით მოსწავლეები იქნება თუ ავტომობილით, ვინც გადაადგილდებიან. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრებების სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არა ისე რომ შეიზღუდოს სხვისი უფლებები. ის რადიკალური ძალადობრივი დაჯგუფება, რომელიც დღეს საბედნიეროდ არის უმცირესობაში, თავიანთი ძალადობრივი ქმედებებით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პრობლემას უქმნიან მოსახლეობას და ეს ყველაფერი უნდა იყოს დარეგულირებული. შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. დეპუტატებმა ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირეს.